რა ეტაპზეა ბათუმში ნაპირსამაგრის სამუშაოები ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებით პროცესი შეჩერებულია და უფრო მეტიც ნაპირსამაგრის სამუშაოებისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. საპირისპიროს ამტკიცებენ გარემოს დაცვის სამმართველოში მხარეთა პოზიციები ნინი ხაშილაძის რეპორტაჟში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხელისუფლებას რეგიონში არსებული ეკოლოგიური პრობლემების იგნორირებაში ადანაშაულებს. დაცხადებს, რომ მთავრობა ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებას სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ყოფილი მერი ამბობს, რომ აზიის განვითარების ბანკი მზად იყო სანაპირო ზოლის გასამაგრებლად 50 მილიონი ამერიკული დოლარი გამოეყო, თუმცა ახალმა მთავრობამ მოლაპარაკებები შეწყვიტა და 2014 წლის ბიუჯეტში ნაპირსამაგრის სამუშაოებისთვის თანხა საერთოდ არ გაითვალისწინა. 10 მანქანა მოიტანეს, უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენეს ბათუმს. მე ვფიქრობ, რომ მინისტრების დასანახად 10 მანქანა დაყარეს, ესეც ვერ გაუსწორებიათ და ფაქტურად ქალაქი ამ ზამთრის დადგომის წინ პრობლემის წინაშე დატოვეს. ფაქტურად დასრულებული იყო მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან, საუბარი იყო 50 მილიონ დოლარიან სესქზე, ძალიან ისეთ შეღავათიან სესქზე, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო ბათუმის მთელ სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი კომუნიკაციების მშენებლობა, რაც ბათუმს ნამდვილად უკვე 10 წლების განმავლობაში მოუხსნიდა იმ პრობლემას, რომელიც ნებისმიერი მცირედი შტორმის დროსაც კი ქალაქს უდგას დღის წესრიგში. რობერტ ჩხაიძის განცხადებას აჭარის გარემოს დაცვის სამსახურში პასუხობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ნაპირსამაგრის სამუშაოები სხვადასხვა ზონაში ეტაპობრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება ადლიას, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს კომპანია აჭარა ენერჯი 2007 ახორციელებს. პროცესს ხელი ცუდმა ამინდმა შეუშალა. ადლიაში იცით, რომ თურქულმა მხარემ და კომპანიამ თურქულმა, რომელიც ესაშენებს მდინარე ჭოროხზე, აიღო თავის თავზე 100,000 კუბომეტრის ჩაყრა. ჭარბინალიქების გამომავალ კარიერზე მისასვლელი გზა და რაღაცები წაიღო და მის რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში მუშაობა ისევ გრძელდებოდა იქ და ჩაყრები ხდებოდა. ნუ დღეს მოგეხსენებათ ბაირამი არის და სამუშაოები დაჩერებული არის და საუბრობთ ხვალიდან ისევ განაგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება ბიუჯეტს, სამმართველოში განმარტავენ, რომ წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნაპირსამაგრის სამუშაოებისთვის უკვე გამოყო 5 მილიონი ლარი, რომელიც მომდევნო წელიწადზეც გადანაწილდება. გარემოს დაცვის სამმართველოში ამტკიცებენ, რომ აზიის განვითარების ფონდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზიის ფონდთან დაკავშირებით რაც ხდება, ანუ თემა დასრულებული არ არის, მიანჩერს ამდენად ცნობილი არის, გადაგზავნილი არის აზიის ფონდში. ექსპერტის შერჩევის ტენდერო დოკუმენტაცია და ელოდებიან იქიდან პასუხს. აზიის განვითარების ბანკის მიერ თანხის გამოყოფის შემთხვევაში ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარება მდინარე ჭოროხის შესართავიდან ბათუმის პორტის ტერიტორიამდე იგეგმება.